ვუყურებთ, მაგრამ ვერ ვხედავთ. ვამჩნევთ, მაგრამ ვერ იდებით. ვპირდებით, მაგრამ გვავიწყდება. დროა შევიცვალოთ მენტალობა. დროა გავიგოთ მათზე მეტი და ვუთხრათ, ჩვენ აქ ვართ. ფართომასშტაბიანი სოციალური რადიო პროექტი იმედზე. ნინო მეუნარგიასთან ერთად. ჩვენ აქ ვართ. მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა ჩვენ აქ ვართ, მე ნინო ვარ, მეუნარგია. დღეს გადაცემის საუბრის თემა აუტიზმი. საინტერესოა სტატისტიკური მონაცემები. რამდენი აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვია და არა მარტო ბავშვი საქართველოში. როგორია სახელმწიფოს დამოკიდებულება, საზოგადოების დამოკიდებულება, რას ფიქრობენ თვითონ ის ადამიანები, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ და რასაკვირველია მშობლები. დღეს ჩემი გადაცემის სტუმარი ბრძანდება სათემო პროგრამების ადვოკატ ირების ხელმძღვანელი, მშშ-მოპირთა სხვადასხვა ჯგუფის ინკლუზია მარი გორკოტაძე. ჩვენი საკონტაქტო ნომრებია 292 11 88 292 11 99 და აგვირეკეთ თქვენი მოსაზრება, ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ქალბატონი მარი, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ დღეს მობრძანდით. როგორც მე აღვნიშნე, ჩვენი საუბრის თემა არის აუტიზმი. მოდით დავიწყოთ სტატისტიკით. მოგესალმებით, დიდ მადლობას მოგახსენებთ მოწვევისათვის. რაც შეეხება სტატისტიკას, ოფიციალური მონაცემები არ არსებობს თუ რამდენი ბავშვია დღეს საქართველოში აუტიზმის. 2007-2009 წლებში ჩატარებული კვლევების მიხედვით ყოველი 100 ბავშვიდან ერთი იყო აუტიზმის მქონე. მას შემდეგ არანაირი კვლევა არ ჩატარებულა, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატების მონაცემებით დღესდღეობით 68 ბავშვიდან ერთი იბადება აუტიზმით. ანუ რიცხვი ძალიან არის გაზრდილი. ეს არის ზოგადი მაჩვენებელი. ზოგადი მაჩვენებელი. და მოდით მსმენელს კიდევ ერთხელ განვუმარტოთ, რა არის აუტიზმი? აუტიზმი არის ნეიროგანვითარების აშლილობა, რაც ახასიათებს კომუნიკაციის, მეტყველების შეფერხება, ქცევითი დარღვევები ახასიათებს კიდევ აუტიზმს და ანუ პირველი ნიშნები, რაც მშობლებმა უნდა მიაქციონ, როდესაც ბავშვი არის განსაკუთრებით 2 წლის ასაკიდან, ანუ ადრე შეიძლება ამის სიმპტომებზე ყურადღების გამახვილება, ეს არის, რომ ბავშვი არ რეაგირებს სახელზე, ანუ ახასიათებს კიდევ სტერეოტიპული ქცევები. აი მაგალითად, ჩემი შვილი იყო სულ ატრიალებდა მანქანის ბორბლებს, ან ქვავის თავსახურებს, ანუ ფაქტიურად არ იციან თამაშის დანიშნულება ამ ბავშვებმა და სტერეოტიპული ნაში გადა. რომელი ასაკიდან უნდა მიაქციონ მშობლებმა ყურადღება? შეიძლება აი 6 თვის ასაკიდანაც უკვე ბავშვი უნდა რეაგირებდეს აუცილებლად. ეს პირველი მინიშნება რა არის? კი, ანუ ეს არის თვალის კონტაქტი, ანუ ზეერთი კონტაქტი, როდესაც ბავშვს უყურებ და გარიდებს თვალს. ეს არის პირველი ნიშანი და როდესაც ბავშვს უძახი და სახელზე არ რეაგირებს. ანუ ეს უკვე ფიქრობ, რომ მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციოს და აუცილებლად მიმართოს სპეციალისტს. თქვენ ამ მიმართულებით მუშაობთ და მოტივაცია თქვენი შვილი 6 წლის არის, მის დიაგნოზია აუტიზმი და მინდა მოკლედ თქვენი ისტორია გააცნოთ მსმენელს. 3 წლის იყო ჩემი შვილი, როდესაც დიაგნოზი დაუსვეს. ნუ აღარ ვიტყვი მას, ამდენად დიდი შოკი მივიღე. მაშინ სადღაც 1 წლის განმავლობაში ვმალავდი ამ ჩემი შვილის დიაგნოზს. 3 წლამდე თქვენ არ შეგინიშნეთ? 3 წლამდე ახლა რომ ვუყურებ ამ გადმოსახედიდან ბავშვს ქონდა პრობლემა, თუნდაც ის რომ არ რეაგირებდა სახელზე, თუნდაც ის რომ რაღაცა სტერეოტიპული ქცევები ახასიათებდა, მაგრამ მე მაშინ პირველი შვილი იყო, სიტყვა აუტიზმიც არ მქონდა გაგონილი, ბავშვი იყო ძალიან გონიერი და ამიტომ არ ვფიქრობდი რომ რამე პრობლემა შეიძლება ქონოდა. თან ექიმები სულ ამბობდნენ იმას, რომ ბიჭები გვიან იწყებენ საუბარს და ამიტომ მეც რაღაც მშვიდად ვიყავი. მაგრამ აი 3 წლის მერე უკვე რაღაც ქცევების დარღვევაც დაიწყო, ნერვიული გახდა რომ ვერ გვაგებინებდა რა უნდა და მე უკვე სპეციალისტს მივმართე და უკვე დაუსვეს დიაგნოზი. რაც შეეხება მოტორიკას, იყო მოტორული შეფერხება? არ იყო მოტორული, აი მსხვილ მოტორიკას საერთოდ არ ქონდა, არც დღეს არ აქვს ამის პრობლემა. ну ახლა რაც შეეხება წვრილ მოტორიკას, იმ ასაკში მაინც და მაინც არ მიმოხდა. და 3 წლის ასაკში თქვენ მიიყვანეთ ბავშვი ბაღში? კი, მივიყვანე. ზუსტად მაგ პერიოდში მივიყვანე ბაღში, სადაც ბავშვი აი ძალიან დიდი სტრესი მიიღო. ანუ მასწავლებლებიც სულ საყვედურობდნენ, რომ ვაიმე ძალიან ну ამას სელქი უკვე აღარ ქვია, აი რაღაც იძულებული გავხდი, რომ ბავშვი წამომეყვანა. და ამ თემაზე რაც შეეხება ბაღს ჩვენ ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ და მოდით ისევ დაუბრუნდეთ
საწყის მაინტერესებს სტატუსი რა ასაკში ეძლევათ ამ ბავშვებს ენიჭებათ ბავშვებს 3 წლიდან უკვე ენიჭებათ სტატუსი ეს უკვე ექიმის გადასაწყვეტია რამდენად უნდა მიენიჭოს სიმძიმესაც გააჩნია ალბათ მე ჩემში სტატუსი ფსიქიატრიის ინსტიტუტში გავუკეთე ქალბატონ ნინა ნეიშვილთან თბილისში კი რაც შეეხება რეგიონებს მე მგონი თვითონ ადგილობრივ საავადმყოფოებს უნდა მიმართონ და ალბათ იქ იქნება ეს ზუსტად არ ვიცი ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ იმისთვის რომ სახელმწიფომ დაინახოს ხო სტატუსი უნდა კონდეს ბავშვს მინიჭებული აუცილებლად სტატუსი ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ სახელმწიფო თუნდაც ის რომ ბავშვის რეაბილიტაციის დაფინანსება გინდა და აკითხავ ადგილობრივ თვითმმართველობებს სტატუსი ამ შემთხვევაში კი დაუფინანსებია თუ სტატუსი ბავშვებს მაგრამ მაინც ენიჭებათ უპირატესობა თუნდაც ვაუჩერის გაცემის შემთხვევაში სტატუსი აუცილებელია ჩვენ ახლა მივედით სახელმწიფო პროგრამამდე ხო ანუ როგორია სახელმწიფოს ჩართულობა და რა პროგრამები არსებობს ამ მიმართულებით აი წელს პირველად მოხდა შემთხვევა როდესაც პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაჟღერდა სიტყვა აუტიზმი და ABA თერაპიის დაფინანსება კარგახნის მანძილზე ამ ბავშვებს უცნაურ ბავშვებს უწოდებდა რატომღაც ამ ბავშვებს ვერ ამჩნევდნენ რატომღაც თვლიდნენ რომ მათში ჩადებული ფული იქნებოდა გადაყრილი ფული რადგანაც ამ ბავშვებს მაინც არაფერი ეშველებათ ესეთი მიდგომაც იყო მაგრამ ამ ბავშვებს ძალიან კარგად ეშველებათ ჩემი შვილიც არის ამის ნათელი მაგალითი და ლაპარაკია ამჟამად 200 ბავშვის დაფინანსებაზე ანუ მერია დააფინანსებს 200 ბავშვს გამოიყოფა ვაუჩერების სახით ეს არის 420 ლარი თვეში მაგრამ მე უბრალოდ მაინტერესებს რას უშვებით დანარჩენ ბავშვებს Toro oras baușse metia. Ar მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკა არ არსებობს, ფიქრობ, რომ ორას ბავშვზე მეტია. თან ძალიან მნიშვნელოვანია, რა კრიტერიუმებით უნდა შეაფასონ ბავშვები, ანუ ვის უნდა მიანიჭონ უპირატესობა, როდესაც ვაუჩერს გასცემენ. ამასთან დაკავშირებით ამ თვის ბოლოს მერიაში იგეგმება მშობლებთან შეხვედრა, რადგანაც უშუალოდ მშობლებმა მიიღონ ამ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა. თქვენ ბრძანეთ, რომ 200 ბავშვზე გაიცემა ვაუჩერი. სტატისტიკა არ არსებობს და ხომ ბოლოს და ბოლოს უნდა დადგეს ის დრო, როდესაც სტატისტიკა იქნება, იმიტომ რომ 200 ბავშვზე მეტია, ხო, აუტისტური სპექტრის წარმომადგენელი და კი, არის, ახლა ჩვენ რაც დადის, ვთქვათ, ეს ABA თერაპია სერვისი მიმწოდებლები არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრში და ასევე განვითარების ცენტრში დიღომში. ანუ იმათი მონაცემებით მხოლოდ რაოდენობის მიღებას შეუძლიათ, ალბათ შეიძლება იყოს 200 ბავშვი, მაგრამ არიან მშობლები, რომელსაც არ აქვთ ეს ძვირადღირებული თერაპია, არ აქვთ საშუალება ეს ბავშვები რო ატარონ და ფაქტიურად სახლში ყავთ ეს ბავშვები, ფაქტიურად ვერ უზრუნველყოფენ მათი განვითარებას. გასაგებია, ის საკმაოდ ძვირადღირებული თერაპია, მაგრამ ამჟამად ეს ბავშვები რომელ პროგრამაში არიან ჩართული, რაც არის პროგრამაში ანუ არ ვიღოთ საყოველთაო დაზღვევა. ეს დაზღვევა არანაირად არ არის ამ ბავშვებზე მორგებული. ანუ ეს დაზღვევა ვერ უზრუნველყოფს ამ ბავშვების თერაპიის დაფინანსებას. ეს დაზღვევა მორგებულია ზოგადად ბავშვების ჯანმრთელობაზე და არა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების თერაპიის დაფინანსებაზე. ფაქტიურად გამოუყენებელია ეს თერაპია. რა შეეხება ადრეულ ინტერვენციას? აი, ჩემი შვილი მაგათად ადრეული განვითარების ქვეპროგრამის ვაუჩერით სარგებლობს დამყავს სპორტიჩში. ეს არის მხოლოდ ეს არ არის ABA თერაპია, ეს არის ანუ სპორტიჩში ჩემმა შვილმა ისწავლა როგორ უნდა ითამაშოს, ბავშვი ხო თამაშის დროს ვითარდება, არ თერაპია უტარდება და ახლა სენსორული ოთახი დაემატა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი შვილისთვის. მხოლოდ ეს მოიცავს 8 გაკვეთილს 8 საათს თვეში და 8 საათი არის ძალიან ცოტა, მაშინ როდესაც ამ ბავშვები დადგენილია მსოფლიოში, რომ კვირაში 40 საათი უნდა რომ ბავშვმა იმ შედეგებს ანუ განვითარდეს და გამოვიდეს მაქსიმალურად მდგომარეობიდან. რაც შეეხება ABA თერაპიას, რას მოიცავს? ABA თერაპიას გამოყენებითი ანალიზი, ანუ ძირითადად მუშაობენ ქცევებზე, ბავშვის ქცევებზე, როდესაც ქცევა წესრიგდება, მერე უკვე ხდება ბავშვის უფრო ადვილად სწავლობს უნარებს. ანუ აბსოლუტურად ამ ბავშვებს ასწავლენ აბსოლუტურად ყველაფერს, ტუალეტის უნარებს, ჭამის უნარებს, ტანსაცმელი გაიხადონ, ჩაიცვან, ასევე აკადემიური მოსწრება, ანუ ყველაფერი აბსოლუტურად რაც იჭირდება ადამიანს განვითარებას. მსმენელი ახალზე მოგესალმებით.
ალო, მოგესალმებით, ქალბატონო ნინო და მივესალმებით თქვენს სტუმარს. ძალიან კარგი გადაცემაა და ძალიან საჭირო. დიახ, შეეხება, რა თქმა უნდა, ჩემი აზრია ეს და სახელმწიფო აუცილებლად უნდა იზრუნოს ასეთ ბავშვებზე. ეს არ არის დიდ 100 მილიონი და 100 მილიონი ლართან დაკავშირებული. ეს არის სადღაც არარეგისტრირებულების რომ შეაგროვონ თითქმის 2-დან 3 მილიონი ლარამდე წლიური და ეს თანხა არ გაუჭირდება სახელმწიფოს. ვინაიდან ერთი ბავშვი უთრის ფერს სამყაროს. მადლობთ. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან გულისხმიერი ადამიანი ეთყობა, რაც შეეხება თანხებს, ახლა ჩვენ ნამდვილად ვერ დავკონკრეტდებით, ხო? 3 მილიონი არ არის საკმარისი, უფრო მეტი თანხა, მაგრამ არ არის ეს ის თანხა, რომ ამ ბავშვებს უარი უთხრა. თუმცა ნამდვილად მიდგომა არის ჯანსაღი და აბსოლუტურად ვეთანხმები ახლა ჩვენს მსმენელს, რომ მართლა არც ისეთი ბევრია, რომ ვერ მიხედო, თუნდაც ჩვენი ბიუჯეტიდან გამომდინარე. თუნდაც აი ჩვენ შარშან მშობლებმა გააკეთეს კვლევა არა განათლების ჯანმრთელობის სამინისტროს მიმართეს ამ თერაპიის დასაფინანსებლად, დაითვალეს ბიუჯეტი, ანუ ეს ის ბიუჯეტი, რაც ჯანმრთელობის სამინისტროს აქვს, სავსებით საკმარისი იყო, რომ ეს თერაპია დაფინანსებულიყო და ისიც აღმოაჩინეს, რომ ძალიან დიდი თანხები უკან იყო დაბრუნებული ბიუჯეტში. სამწუხაროდ. ჩვენ ამ თემაზე საუბარს რეკლამის შემდეგ განვაგრძობთ, ასე რომ დაგველოდეთ. ფართომასშტაბიანი სოციალური რადიო პროექტი იმედზე. ნინო მეუნარგიასთან ერთად. ჩვენ აქ ვართ. მე დაგიბრუნდით სტუმართან ერთად, შეგახსენებთ დღეს ჩვენი გადაცემის საუბრის თემა აუტიზმი, ხოლო სტუმარი გახლავთ სათემო პროგრამების ადვოკატირების ხელმძღვანელი ქალბატონი მარი კორკოტაძე. შეგახსენებთ ჩვენი საკონტაქტო ნომრებია 292 11 88 292 11 99. დაგვირეკეთ თქვენი მოსაზრება, ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ქალბატონი მარი, ჩვენ ძალიან საინტერესო თემაზე შევჩერდით, ანუ ბავშვები, რომლებიც არიან აუტისტური სპექტრის მქონე, მათ დაფინანსებაზე. ფაქტია, რომ დღეს რაც შეეხება სახელმწიფო პროგრამებს, ამ ბავშვებს ეძლებათ ვაუჩერი, რომელიც მოიცავს, ანუ 8 საათს კვირაში. ოღონდ ეს არ მოიცავს ABA თერაპიის დაფინანსება, არ შედის ეს თემა განვავრცელოთ. კი, ანუ ეხლა მინდა ვთქვა, რომ ეს ABA თერაპია არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ ბავშვების განვითარებისთვის. და კიდევ რა მინდა ვთქვა, იმ მშობლებს მოვუწოდო, რომელ მშობლებსაც ეშინიათ სიტყვა აუტიზმის და არ მიდიან სპეციალისტთან, იმიტომ რომ არ უნდათ მოისმინონ, რომ მის შვილს აქვს აუტიზმი. ანუ რაც უფრო ადრე მოხდება ამ ბავშვების ჩართვა, ანუ ამ თერაპიას მივაწოდებთ, მით უფრო დიდი შანსი აქვთ ამ ბავშვებს, რომ მაქსიმალურად გამოვიდნენ მდგომარეობიდან. და ეს ასაკი არის 2-დან 6 წლამდე. ანუ ამ პერიოდში უნდა იყოს ინტენსიურად ჩართული ბავშვი ყველანაირად. თუმცა დაგვიანებული თერაპიის შემთხვევებშიც არის, რომ ბავშვს აქვს წინსვლა, მაგრამ ისეთი არა, როგორც თქვა, ადრეული ასაკიდან მოხდება ინტერვენცია. და მინდა აი ამ შულოს მოვუწოდო, რომ აი უკაცრავად ამ გამართავს, მაგრამ სირაქლემის პოზიციაში იქნები. ეს არის რეალობა სამწუხაროდ. აი ეს მიიღონ, ეს გაიძლიერონ საკუთარი თავები და დაიწყონ ბავშვთან მუშაობა და მის განვითარებაზე ზრუნვა. ეს იქნება ჩემი მდგომარეობა რეგიონში, ხო? რეგიონებში. მდგომარეობა კი. და მაინტერესებს ახლა თქვენი მოსაზრება. რა უნდა ქნან იმ მშობლებმა, რომლებმაც არ იციან რეგიონებში ვის მიმართონ, რა ქნან, თუნდაც აქვთ რაღაც გარკვეული კომპლექსები, ალავენ თავიანთ შვილებს. ანუ ამ შემთხვევაში სოცსამსახური უნდა გააქტიურდეს, თუ დავშვა ტრენინგები უნდა ჩატარდეს მშობლებთან. არ მგონია რომ გააქტიურდეს. მე ვფიქრობ, რომ უნდა ამ მშობლებს უნდა ჩაუტარდეს ძალიან ბევრი ტრენინგები, ელემენტარული გააცნონ მათ საკუთარი უფლებები, თუ რისი უფლება აქვთ, რომ ეს მშობლები მიხვდნენ, რომ ისინი არიან ძალა. და ამ ძალით შეუძლიათ მათ ძალიან ბევრი რამე შეცვალონ და თავისი შვილების მომავალი უზრუნველყონ. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ასევე არ მესის მე ისეთი მშობლების, როდესაც მალავენ თავის შვილებს სახში ყავთ გამოკეტილი, იმიტომ რომ მეზობელი რა სიტყვის. ანუ ეს მიდგომაც არასწორია და არ უნდა იფიქრონ. და ფაქტია, როგორც მივაწვდით საზოგადოებას ჩვენ შვილებს, ისე მიიღებს საზოგადოება. ანუ თუ არ მივიღებთ ჩვენ შვილების დიაგნოზს, ვერ დავიცავთ ჩვენ მათ უფლებებს და ანუ განწირულები არიან ამ შემთხვევაში ეს ბავშვები სამომავლოდ. მე მინდა ახლა მივუბრუნდე ბაღის თემას. თქვენ ბრძანეთ, რომ თქვენი შვილი დადიოდა ბაღში. ახლაც დადის, ანუ სკოლაში ჯერ არ მისვლა. მომავალი წლიდან.
კარგი, საინტერესოა რა მდგომარეობაა მიმართულებით. არის თუ არა ბაღები, სადაც ინკლუზია, აუტისტური სპექტრის მიმართულებით დანერგილი და რამდენად არიან მნიშვნელოვანი საკითხია პედაგოგები მომზადებული. ჯერ ვიტყვი იმას, რომ ძალიან ბევრი ბაღი გამოვიცვალეთ. კერძოშიც ვიყავით, კერძოში ყველაზე საშინელი მდგომარეობა იყო. ახლა რომ ბაღშიც დამყავს, იმ ბაღში არის ინკლუზია, მომწონს მე ეს ბაღი ნამდვილად, იმიტომ რომ ჩემი შვილი ყველაზე კარგად ამ ბაღში გრძნობს თავს, მაგრამ არის ერთი პრობლემა. აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქტივობებში იყვნენ ჩართულები, ბაღში რა აქტივობებიც ხდება. მაგრამ როდესაც ჯგუფში არის 40-45 ბავშვი და ამ ბავშვებს შორის 2 ან 2-ზე მეტი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვია. მასწავლებელი ვეღარ ახერხებს ამ ბავშვებზე ზრუნვას და მათ ჩართვას აქტივებში. აი პირადად მე ცალკე მყავს დაქირავებული თერაპევტი, რომელსაც თანხას ვუხდი, ეს ჩემთვის ზედმეტი ხარჯია. ის უზის სულ ჩემშვის გვერდით, არ აძლევს იმის საშუალებას, რომ განმარტოვდეს და თავისთვის ითამაშოს. იცით მე მასწავლებელსაც ვერ ვამტყუნებ. არა, ბუნებრივია ძალიან რთულია ერთი ადამიანი ჯერ ამდენ ბავშვთან და მით უმეტეს, როდესაც განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვი ყავს. ამ შემთხვევაში ძალიან დიდი როლია სახელმწიფოს. ესეთ ჯგუფებში, სადაც ესეთი ბავშვები არიან, უნდა დაამატონ დამატებითი კადრი, ეს იქნება ფსიქოლოგი, სპეცპედაგოგი, მასწავლებლის დამხმარე თუ არ აქვს მნიშვნელობა, აუცილებელია. 2 მასწავლებელი, ძიძადა ვთქვათ, მასწავლებელი ამდენ ბავშვს ნამდვილად ვერ და არის თუ არა რაღაცა ინიციატივა დავუშვათ, მიმართეთ თუ არა განათლების სამინისტროს, ჰქონდათ თუ არა შეხვედრა? ამასთან დაკავშირებით არ მქონია, მაგრამ მე პირადად მოვუწოდებ თვითონ ბაღის მასწავლებლებს გააქტიურებას, მოითხოვონ. ჩვენ მშობლებიც, რა თქმა უნდა, დაუჭერთ მხარს ამ ყველაფერში და რაც შეეხება სკოლებს, სკოლებში არ არის მდგომარეობა მაინც კარგი. პირველ რიგში რამე და აღვნიშნო. მიუხედავად იმისა, რომ განათლების სამინისტრო ძალიან ბევრ ტრეინინგებს უტარებს მასწავლებლებს ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებით, მიუხედავად ამისა, ამ მასწავლებლებს მაინც აქვთ უმეტესობას ამ ბავშვების მიუღებლობა. არ აქვს მნიშვნელობა მაინც და მაინც აუტიზმის მქონე ზოგადად შეზღუდული საზრდოობის მქონე ბავშვების მიმართ. არის იყოს შემთხვევები, როდესაც ეს მასწავლებელმა არ გაასწორა აუტიზმის მქონე ბავშვის საშინაო დავალება, იმიტომ რომ თulis რომ იმას აუტიზმი აქვს და რაში ჭირდება, რომ არ ჭირდება. ეს მიდგომა აქვს. აქედან გამომდინარე მე მგონი ამ პედაგოგებთან ჯერ ფსიქოლოგებმა უნდა ემუშავა. არ ვიცი, ალბათ. მე მინდა დავესწრო იმ ტრეინინგებს, რომელსაც განათლების სამინისტრო ატარებს, ვნახო, იქნება არ ვიცი, ამდენ თუ გაქვთ ინფორმაცია, ეს ტრეინინგები ზოგად ჭრილში ტარდება, რაც შეეხება შეზღუდულ შესაძლებლობებს თუ ვიწრო სპეციალიზაციით დაუშვათ აუტისტებისთვის ცალკე? არა, ზოგადად ჭრილში ტარდება. იმიტომ რომ ფაქტია, რომ მიდგომა არის განსხვავებული, იმიტომ რომ როდესაც არის აუტისტური სპექტრი, აბსოლუტურად სხვა მიდგომა, როდესაც არის დაუნის სინდრომი, ცერებრალური გამბლა, ხო? აბსოლუტურად პედაგოგი უნდა იყოს გადამზადებული. მე დიდი სურვილი მაქვს, რომ ამ ტრეინინგებს დავესწრო და ვნახო როგორია ეს ტრეინინგი, რატო ვერ უნდა ეს მასწავლებლები რატო ვერ უნდა იღებდნენ ამ ბავშვებს, არ ვიცი. რისი ბრალი ეს ნამდვილად და ფაქტია თუ პედაგოგის მიმღეობა არ არის, მაშინ ზედმეტია საუბარი ბავშვებზე. როგორც განათლების სამინისტროდან ვიცი, დაიწყება მონიტორინგი პედაგოგების და მე ვფიქრობ ეს ძალიან კარგად იმუშავებს ამ მხრივ და ვნახოთ. იმიტომ რომ პედაგოგმა უნდა მიაწოდოს ხო ბავშვი? რა თქმა უნდა, კი. ბავშვებს. და ბავშვები პედაგოგმა უნდა მოამზადოს იმისთვის, რომ მიიღონ ბავშვებმა. კიდე რა მინდა სკოლებთან დაკავშირებით აღვნიშნო, მშობლების მიდგომა, ეგრეთ წოდებული ჯამთელი ბავშვების მშობლების მიდგომა. ძიმე თემა. ძალიან ძიმე თემა, ბევრი აპროტესტებს, რომ ბჭყალებში ესეთი შვილი, ჩემი შვილის გვერდით არ უნდა სწავლოს. ამას წინათ ერთ-ერთ საიტზე დაიბეჭდა ეგრეთ წოდებული ჯამთელი ბავშვის მშობლის სტატია. იგი აუტიზმის მქონე ბავშვებს აბრალებდა, რომ მხოლოდ ესენი არიან აგრესიულები, მხოლოდ ესენი სცემენ თანატკლასელებს. ძალიან დიდი ის მოყვა ჩვენი მშობლების მხრიდან. კი და ასეთ მშობლებს მინდა ვუთხრა, რომ ჩვენი შვილებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი გარემო და ის რომ ურთიერთობა გქონდეთ ბავშვებთან. ეს საომაროდ მათ ხელს შეუწყობს სოციუმში, რომ ინტეგრირება მოახდინონ ამ ბავშვებმა და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში მხარი უნდა დაუჭირონ ამ ბავშვებს. ჩვენ მივედით ერთ-ერთ უნიშნელოვანეს თემამდე, ეს არის საზოგადოების დამოკიდებულება, ხო? კი ბატონო, და ეს დავამატებ კიდე, ჩემი შვილი მომავალ წელს მიმყავს მე სკოლაში
აი მე არ მინდა რომ აი თქვა ჩემი შვილი ვიცი რომ აქვს ცევი დარღვევები და შეიძლება გაკვეთილზე ვერ გაჩერდეს და მოხდეს სასწავლო პროცესის ჩაშლა და არ მინდა ჩემი შვილის გამო ჩაიშალოს სწავლა და ის სხვა ბავშვის უფლება რომ დაიღოს არც ეს არ მინდა რა თქმა უნდა ის ბავშვი მოსულია სასწავლებლად და მანაც უნდა ისწავლოს ამიტომ პირადად ჩემი და არა მხოლოდ ჩემი ბევრი მშობლის მოთხოვნა იყო რომ ინტეგრირებული კლასები დაამატონ სხვადასხვა სკოლებში ანუ ინტეგრირებული კლასის პრინციპი არის ის რომ ბავშვები ნელა-ნელა მიაჩვიონ გაკვეთილზე ჯდომას ანუ ამათ ეს პრობლემა აქვთ აი მე არაერთი შეხვედრა მქონდა განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან შემდეგ მათი ინიციატივით პრეზენტაციას ჩაუტარეს მშობლებს ინკლუზიურ თემასთან დაკავშირებით და აი გამოიკვეთა რომ აუცილებელი იყო ეს ინტეგრირებული კლასები და აი შეხვედრის შემდეგ განათლების მინისტრმა განაცხადა რომ მთელი საქართველოს მასშტაბით ინტეგრირებულ კლასებს გახსნიდნენ სადაც საჭირო იქნებოდა და ამას ძალიან მივესალმებით ჩვენ და როდის დაიწყება ეს პროექტი? ანუ ეხლა მე მშობლებს მივაწოდე ინფორმაცია, ვინც აპირებს სექტემბრიდან ბავშვების შეყვანას, რომ მიმართონ უკვე განათლების სამინისტროს, რათა მოხდეს ბავშვის შეფასება მულტიდისციპლინური გუნდის მიერ. თან ექნებათ სტატისტიკა თუ რამდენი ბავშვი აუტიზმის მქონე ბავშვი აპირებს სექტემბრიდან სკოლაში მისვლას, რომ მოხდეს თუნდაც სკოლის მოძიება, კლასის გამოყოფა. ინტეგრირებული კლასები არ არის. არის, არსებობს ორია, ერთი თელავში, ორია თბილისში 166 და 51 სკოლაში, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. მომავალ წლიდან ბევრი ბავშვი მიდის კიდევ და ამიტომ საჭირო გახდება, რომ სხვადასხვა სკოლებში მოხდეს დამატება. დიახ, რაც შეეხება შემდეგ უმაღლეს სასწავლებელს. უმაღლეს სასწავლებელსაც შეეხება, აი სიმართლე გითხრათ, ჯერ ეს ბავშვები პატარები არიან, თუმცა ვიცი, რომ სწავლობს 1-2 უმაღლეს აუტიზმის მქონე უმაღლეს სასწავლებელში და დასაქმებულიც არის კი. დიახ, აი საინტერესოა ამ ადამიანების დასაქმება, იმიტომ რომ სრულდება ბავშვობა და მე რასაკვირველია უკვე დასულ ასაკში ადამიანი უნდა დასაქმდეს. კი, რა თქმა უნდა. და რა ხდება ამ მიმართულებით? აი განათლების სამინისტროს პროფესიული სასწავლებლები. ანუ აქ აქვთ შესაძლებლობა ამ ბავშვებს, რომ თქვათ სკოლის დამთავრების შემდეგ თუ ვერ მოახერხეს უმაღლესში ჩაბარება, აქ დაეუფლონ რამე ხელობას ან პრობლემა ძალიან ბევრია. და მე მაინტერესებს თქვენი უპირველესი მოთხოვნა. ჩემი უპირველესი მოთხოვნა თვითონ საზოგადოების დამოკიდებულა. ანუ ბევრჯერ მithქვამს, აი ჩემი შვილის აუტიზმი მე არ მთრგუნავს, არ არის ჩემთვის ტრაგედია, ჩემთვის ყველაზე დამთრგუნელი არის ის დამოკიდებულება, რაც საზოგადოების უმრავლესობას აქვს ჩემი შვილის და ჩემი შვილის მსგავსად სხვა ბავშვების მიმართ. აი თუნდაც 2 დღის წინ სამარშრუტო ტაქსის მძღოლთან მომივიდა კამათი. ქალბატონი, რომელიც იყო მოხუცი და ქონდა შეზღუდული გადაადგება დიდი ხანი დასჭირდა ჩასვლისთვის და ძალიან გააპროტესტა ეს მძღოლმა. ნუ ესეთების სახში უნდა ისხდნენ. და გასაგებია ეს პრობლემა, ანუ საზოგადოების ნობიერების ამაღლებაზე. ეს ადამიანები არიან და მათაც ისე უნდათ გარეთ გამოსვლა როგორც ყველა სხვა. და ჩვენ ყველა მერთად უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ საზოგადოების ნობიერება ბოლოს და ბოლოს ამაღლდეს, გაიზარდოს მიმღეობა და გადაცემის დასასრულს მინდა აუცილებლად მსმენელს უთხრა ის, რომ 2 აპრილი არის აუტიზმის ნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღე, ძალიან ცოტა დრო დარჩა 2 აპრილამდე და მინდა მთელი საქართველო რასაკვირველი ამ დღეს შეუერთდეს. ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისთვის, საინტერესო საუბრისთვის, მსმენელს ერთი კვირით ვამშვიდობები. უყურებთ, მაგრამ ვერ ვხედავთ. ვამჩნევთ, მაგრამ ვერ იდებით. ვტირდებით, მაგრამ გვავიწყდება. დროა შევიცვალოთ მენტალობა. დროა გავიგოთ მათზე მეტი და ვუთხრათ, ჩვენ აქ ვართ. ფართომასშტაბიანი სოციალური რადიო პროექტი იმედზე. ნინო მეუნარგიასთან ერთად. ჩვენ აქ ვართ.